რა ხდება ისა დასაფლავებაზე გავუშვით პრეზიდენტი ჰაიდოლას ასაფლავებენ და ცხვირსახოცები წაიღო რა ამიტანი არ დაისროს თვალები ჩვენმა ფეხბურთელმა ხო ყაველაშვილმა მაგარი გრანდიოზულის უნდა ჩატარდეს იქ ერაყში და ცაკას და მთელი ამბავი რა ვიცი ეს რამდენად არის ეს ვთქვათ სწორი რაც ხდება და აუბედურება და რა ომი არის ესეც ვერ გავიგე ახლა ამერიკის გარეშე არ ხდება ხო ესე ნებას ეგაძლევს თორე ახლა კაი პირობაა გააუშყუვილა ბომბები და მიაყოლო იქ ყველა ვინც იქ იქნება ერთიანად გაჟუჟო ნახეთ აი თავის შეკავებას აქვს ადგილი და 4 თვის მერე მედის რელიგიური ეს კონსოლიდაციას მოახდენს მოსახლეობაში და გაღიზიანებული მოსახლეობის ნაწილი ისევ ანტიამერიკული განწყობაში შევა აითოლა ხომეინს ახლა ასაფლავებენ რა ომის გამო რა სად გავდათ მასივარში ქონდა თუ რა და ჩადიან იქ აზერბაიჯანი იქ ყველა ისინი ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი ფეხბურთელი ჩადის იქ ხო უნდა დაიტიროს ეს აითოლა ხომეინი ხო შეშინებული რო არიან რასეც რა უცნაურია აქ ხალხი გამოუშვა ფეხბურთის სათამაშოდ იქ პანაშვიდები არის და რატომაც არაფერი არ არის რა სად არის ომი ვერ გავიგე რა არის ეს გაგვაგებინეთ კაცო რა ომი არის ვერამ ვერაგუცნა რა ომები მიდის ახლა რა არის ეს რა ომი ამ რუსეთ-უკრაინაში რა ომია ირანი რა აქეთ ფეხბურთი არის ირანელები აქეთ არიან ხო შეიძლება ეს თელი ირანი დარჩეს აქ აღარ უნდა ირანი ხო რატომ მიიღეს ესა რა გეფეხბურთება შენთან თუ იბომბება რა ის რა უცნაურია ესე რა მართალია ვერაფერი ვერ გააკეთა ირანამ და სახს წავიდა მაგრამ იმ ფაქტმა გამაუცა მე რომ ომი არის იბომბებო და აი ხა პანაშვიდებზე ჩადის მსოფლიოს გარკვეული წარმომადგენლობა თორე ხლა ევროპა არ ჩასულა და აზერბაიჯანელი მიდის თურქი მიდის ქართველი მიდის და კიდე იყო რაღაცა ბარახლო ისენი რა და ეს აითოლა ხომეინი ხო უნდა იტირონ და ცოლი წაიყვანოს კიდე იქ დაჭირდება კიდე ის ინგლისურიანის თოხნა იქა დომელი ოქრო არჩევ რა მთებილ მეგარიცის ახ მოკლედ რა ვიცი რა დიდი კომედია არის რა მსოფლიოში ეს ამ ბიჭვარი მდიდარი ხალხი მოლაპარაკებული არიან დროს ატარებენ და ხალხს ტყავს აძრობენ რა ეს უნამუსობა კიდე ბილეთების ასეთი ფასი ჯოგი ბიჭო პროტესტი სულ არა აქ ჯოგს და რა დაესრა რა მაგის ყველაფერი კიდე ფეხბურთი და რაღაცა ფერა რა ეს ჯოგია რა წრი წავიდა თურქმენეთში დუშანბეში რა ჩემ ფეხები უნდათ იქა მაგის დედავატირე რუსეთში გათვალეს დუშანბეზე არ მესმის ეგ რა არის ჩაფხავებულ ქვეყანას მიაკითხეს არა რა მოკლედ ქართველი დებილია რა აი ბატონო უკრაინას დაელოდეთ როდის გაიმარჯვებს და როდის თქვენ მოგიტანთ საჭმელს მე არ მეჭამთ